საზოგადოებრივი მაუწყებლის წინ გამართულ აქციაზე შეკრებილებს შორის ალკოჰოლის სუნი მთელი დღის განმავლობაში იგრძნობოდა. არაფხიზელი მანიფესტანტები დღის ბოლოს სწორ ხაზზე გავლასაც ვეღარ ახერხებდნენ. მათი ნაწილი სიმთვრალეს ძილში ინელებდა. ნაწილში კი დიდმა სიმამაცემ გაიღვიძა და პროვოკაციების მოწყობა სცადა. ამის გამო ნინო ბურჯანაძეს აქტივისტების დაშოშმინება მოუწია. მიუხედავად ამისა, სამოქალაქო ფრონტის ლიდერი ჯაბა ჯიშკარიანი, რომელიც ხელისუფლებას ჯერ კომბლით დაემუქრა, ხოლო მოგვიანებით ადვოკატის როლი მოირგო და ირწმუნებოდა, რომ აქციის ყველა მონაწილე ფხიზელი იყო, კადრები საპირისპიროზე მეტყველებს. აქციაზე არ არიან ნასვამი ადამიანები. არ გამისინჯია? რომც იყო ნასვამი, კანონის დარღვევა არის ეს? არ გამისინჯია. გამისუნა. კი, კონიაკი იყო, მაგრამ საიდან მოიტანე არ ვიცი, მართლა არ ვიცი. სასმელი ნასვამ მდგომარეობაში აქციაში მონაწილეობის მიღება არ ისჯება, ჩემო კარგო. თუ რაიმეს არ ჩაიდენ და აქ მე გაძლევ იმის გარანტიას, რომ არავინ არაფერს არ ჩაიდენს. მე ვიღებ სრულ პასუხისმგებლობას.